წმინდა მოციქული და მახარებელი მათე გახლდათ ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეებს იგი სძაგდათ ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ, რომელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმცა კი ცოდვილი გახლდათ, მაინც ბევრად სჯობდა მაშინდელ სამღვდელოებას, ანუ ფარისევლებს, თავიანთი გარეგანი მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონეებს, ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა: შემომიდექ მე. ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ აი, დიდი მოძღვარი და სასწაულმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის. მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთანავე დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია უფალი იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა მას. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარიც შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო. ისინი ერთად იჯდნენ ტრაპეზთან და უფალთან საუბრობდნენ. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რა კი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანაჭამს მოძღვარი თქვენი? ანუ, რატომ ჭამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან ერთად თქვენი მოძღვარიო? უფალმა როგორც კი მოისმინა მათი სიტყვები, ასე უპასუხა: არა უხამს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ანუ არ სჭირდებათ ცოცხლებს და ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ სნეულებსო. ამ დროიდან მოყოლებული მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება სამკვიდრებელი და შეუდგა ქრისტეს. მალე იგი ღირს იქმნა უფლის 12 გამორჩეულ მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეასა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ ასრულებულ ურიცხ სასწაულებს, თვითონაც დადიოდა ქადაგებით ისრაელიანთა წმედულ ცხოვრებთან და ბოლოს igიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზევნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.